მოგესალმებით. დღეისათვის თქვენს წინაშეა ვიდეო, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დაკვირვების უნარი. კომენტარებში მიუთითეთ, თუ რამდენ განსხვავებას ხედავთ ამ ორ ფოტოს შორის. შეგიძლიათ დროებით შეაჩეროთ, დააპაუზოთ ვიდეო და შემდგომ ამავე ვიდეოში ნახოთ პასუხები. გადავიდეთ უშუალოდ პასუხებზე და ვნახოთ. პირველი განსხვავება, როგორც კარგად ჩანს, ეს არის ფურცლის ქაღალდის თვითმფრინავში. ზედა სურათზე, როგორც ხედავთ, ეს გამქრალია, ხოლო ქვედა სურათზე ჩანს. მეორე განსხვავება ამ ორ ფოტოს შორის არის აი ამ პეპელაში. ქვედა სურათზე, როგორც ხედავთ, მხოლოდ 2 ცალი პეპელა გვაქვს, ხოლო ზედაში 3, ანუ 1 გამქრალია ქვედა ვარიანტზე. გადავიდეთ მომდევნო განსხვავებაზე, ეს გახლავთ აი ამ ვაშლის ხეში, შესაბამისად ქვედაზე გვაქვს უფრო მეტი ვაშლი, ხოლო ზედა შემთხვევაში 1-ით ნაკლები. მომდევნო განსხვავება, მეოთხე განსხვავება არის აი ამ ფრინველში, როგორც ხედავთ, ზედაში არის მერცხალი, ხოლო ქვედა შემთხვევაში მერცხალი არ გვყავს. გადავიდეთ უკვე მეხუთე განსხვავებაზე. მეხუთე განსხვავება არის აი ეს ლოკოკინა. როგორც ხედავთ, ქვედა ვარიანტში ლოკოკინა ჩანს, ზედა ვარიანტში ლოკოკინა გამქრალია. ვნახოთ მომდევნო განსხვავებაც, ეს არის მეხუთე ვარიანტი. თუ კარგად დავაკვირდებით, ზედა ფოტოში ხეზე გვაქვს პატარა ყვავილების მსგავსი რამ, შესაბამისად ქვედა ვარიანტში ყვავილებია, ზემოთ გამქრალია. მომდევნო განსხვავებას თუ დავაკვირდებით, ეს არის უშუალოდ ბალახზე არსებული ყვავილები. ზედა შემთხვევაში 2 ცალი ყვავილია ერთად, ხოლო ქვედა შემთხვევაში არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. მომდევნო განსხვავება არის უკვე აი ამ ფეხსაცმელებში, გოგონას ფეხსაცმელში, ერთი არის დეკორით, ხოლო მეორე არა. მომდევნო განსხვავებას თუ დავაკვირდებით, ეს არის კვლავ თვითმფრინავი, ქაღალდის, თუ შევნიშნავთ ზედა შემთხვევაში ეს გვაქვს, მეორე შემთხვევაში თვითმფრინავი გამოტოვებულია. ვნახოთ მომდევნო განსხვავებაც, ეს მომდევნო განსხვავება არის აი ამ ბიჭთან დაბლა დადებული ნივთი, ხოლო ზედა შემთხვევაში ეს ნივთი გამოტოვებულია.